როგორ აპირებს მწვანე ეკონომიკის დანერგვას ქვეყნის ხელისუფლება საქართველოში. Ამ თემაზე სასაუბროდ გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე ბატონი თემურ მურღულია გვერდება პირდაპირ ეთერში. ბატონო თემურ, მოგესალმებით, დილამშვიდობის, ძალიან დიდი მადლობა რომ ხართ დღეს ჩვენი სტუმარი. სანამ უშუალოდ თემაზე და თემა ნამდვილად საინტერესოა, გადავინაცვლებთ, მე მინდა ანალოგიური კითხვით მოგმართოთ, როგორც წინა სტუმარს მიმართე. ამ შემთხვევაში თქვენი მონაგარის მქონე ადამიანს, იგივე ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე, საკმაოდ სერიოზული ფინანსისტი, როგორ აფასებთ დღესდღეობით ქვეყანაში შექმნილ ვითარებას? თავდაცვის მინისტრის გათავისუფლებას გულისხმობ, ეს ხომ არ არის თქვენი აზრით, იგივე გარკვეული უხერხულობის მომენტის შემქმნელი საერთაშორისო ინვესტორებისთვის. პირველ რიგში დიდი მადლობა მინდა გითხრათ. საერთაშორისო ინვესტორებთან დაკავშირებით გამიჭირდება, იმიტომ რომ ბიზნესთან ნაკლებად გვიწევს შეხება, მაგრამ იმ საერთაშორისო დონორებთან მიმართებაში, რომლებიც ჩვენთან ურთიერთობენ, ამ ერთი დღის მანძილზე რაიმე ნეგატივი ნამდვილად არ მინახავს. მინდა გითხრათ, რომ მინისტრის მოადგილე არ არის პოლიტიკური თანამდებობა და შესაბამისად შემიძლია მხოლოდ და მხოლოდ ჩემი სუბიექტური აზრი გაგიზიაროთ, რომ ჯერჯერობით რაიმე რისკების დანახვის საშუალება ნამდვილად არ მომცემია. ბატონო თემურ, უშუალოდ ვინაცვლებთ ახლა თემაზე. მსოფლიო კლიმატზე ქართული ეკონომიკის გავლენა მაინც და მაინც დიდი არ არის. მაშინ გამოიხატება იგივე მნიშვნელობა მწვანე ეკონომიკის კონცეფციის და შემდეგ უკვე კონცეფცია განვავრცოთ უფრო დაწვრილებით. აბსოლუტურად გეთანხმებით, ძალიან დიდი მადლობა ამ კითხვისთვის. ნამდვილად სამწუხაროდ ქართული ეკონომიკა თუ საბედნიეროდ შეიძლება დიდ გავლენას კლიმატზე ვერ ახდენს, მაგრამ კლიმატი ახდენს ქართულ ეკონომიკაზე და ყველა ჩვენთაგანზე ძალიან დიდ გავლენას. ერთმანეთთან ძალიან დაშორებული ისეთი მოვლენები, როგორც არის მაგალითად გვალვა და ძალიან ინტენსიური წვიმები, ორივე ერთნაირად არის დაკავშირებული კლიმატის ცვლილებასთან. მასთან არის დაკავშირებული ასევე წყალდიდობები, მასთან არის დაკავშირებული ღვარცოფები, ეს ყველაფერი რეალურად აისახება საქართველოში. რა თქმა უნდა, ჩვენ არა ვართ ძალიან დიდი კონტრიბუტორები, ანუ გავლენას ვერ ვახდენთ კლიმატზე, მაგრამ ის რაც კლიმატის გაუმჯობესება სჭირდება, ანუ გამონაბოლქვების შემცირება, პირდაპირ კავშირშია ეკონომიკის მოწყობასთან და ჩვენ ძალიან გვჭირდება ჩვენი ეკონომიკა იყოს დაბალემისიანი, ანუ დაბალ გამონაბოლქვიანი. გასაგებია პრინციპი და ნამდვილად მისაღებია და აქვე ერთი ლოგიკური კითხვა მაინტერესებს, როგორ მოხდება მწვანე ეკონომიკის პრინციპების დამკვიდრება საქართველოში და თქვენი აზრით თუ არსებობს იგივე წინასწარი გათვლები, ხომ არ იქნება ეს იგივე უხერხულობის მომენტის შემქმნელი ბიზნეს სექტორისთვის? იცით, პრინციპულად მნიშვნელოვანია ყველა ჩვენთაგან ესმოდეს, რომ ის მიზნები, რომელიც აქვს კლიმატის გაუმჯობესებას, პირდაპირ კავშირშია ბიზნესის რაციონალურ ინტერესებთან. ანუ ბიზნესის ინსტინქტია ხარჯების შემცირება და თუ ბიზნესი ამცირებს გამონაბოლქვებს, იგივე პროდუქტის წარმოებისას, რა თქმა უნდა, თუ ამცირებს იმ ნარჩენებს, რომელიც რჩება, თუ ნაკლებ ბუნებრივ რესურსებს იყენებს იგივე პროდუქტის წარმოებისას, ეს ყველაფერი საბოლოოდ პოზიტიურად აისახება კლიმატზე. უბრალოდ აქ საუბარია, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა მზად არის ბიზნესის ამ ბუნებრივ ინსტინქტს შეამციროს ხარჯები, ხელი შეუწყოს და თანადაფინანსება მოახდინოს. გასაგებია ქართული ბიზნესისთვის სწორედ ეს არის მნიშვნელოვანი. ცხადე, რა უნდა გაითვალისწინონ სტარტაპებმა იგივე ამ მიმართულებით, რა იქნება თქვენი მთავარი რეკომენდაცია მცირე და საშუალო ბიზნესებისადმი? დღეს საერთაშორისო საზოგადოება კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გაუსვა. მზად არის დააფინანსოს მწვანე ბიზნესის განვითარება. უბრალოდ ის ადამიანები, რომლებიც დღეს ფიქრობენ ბიზნესის დაწყებაზე, რომლებიც ფიქრობენ რაღაც საინტერესო ინოვაციურ გადაწყვეტილებებზე, ძალიან მნიშვნელოვანია მათ ყურადღება მიაქციონ მწვანე ეკონომიკის პრინციპებს, ყურადღება მიაქციონ მაქსიმალურად ხარჯ-ეფექტურობის გაზრდას, ყურადღება მიაქციონ მწვანე განვითარებაზე ორიენტაციას და ეს ყველაფერი არის დაფინანსებადი საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან. ბატონ თემურ, ყურადღებისვე მიქცევისვე ჭრილში ვინ არიან ის სუბიექტები, ის პირები, ვისაც უნდა მიმართონ იგივე პროექტში ჩართვის მსურველებმა, იგივე მწვანე ეკონომიკით დაინტერესებულმა პირებმა? ჩვენ სამინისტროში არსებობს გარემოს დაცვითი განათლების და საინფორმაციო ინფორმაციის ცენტრი, რომელიც ძალიან აქტიურად ჩაერთო მწვანე სტარტაპების ხელშეწყობაში. ის ადამიანები, რომლებსაც აინტერესებს საერთაშორისო საზოგადოებიდან, დონორებიდან, რა დაფინანსება შეიძლება იქნეს მიღებული ასეთი სტარტაპებისთვის, მე მათ ურჩევ, რომ მიმართონ ჩვენს ცენტრს და ძალიან საინტერესო ინფორმაცია მიიღონ ამ საკითხებთან დაკავშირებით. ძალიან დიდი არის ის შესაძლებლობები, რომლებსაც
ეს ფონდები იძლევა. გასაგებია და არანაკლებ საინტერესო საკითხი, იგივე მწვანე ნომინაცია და ძალიან მოკლედ თუ შეიძლება ბატონო თემურ ჩვენი საუბარი უკვე დასასრულისკენ უნდა წავიყვანო. კონკრეტულად რას გულისხმობს მწვანე ბიზნესის ნომინაცია და გაგრძელდება თუ არა ის ახლო მომავალში? რა თქმა უნდა, საქართველოში მანამდეც არსებობდა მწვანე ბიზნესის ნომინირება, ჩვენი სამინისტრო ამას ახორციელებდა, თუმცა არსებითად გარდაიქმნება მომავალი წლიდან და ის გამარჯვებული ბიზნესები მწვანე ნომინაციაში, რომლებიც იქნებიან, არა მარტო უბრალოდ დაჯილდოვდებიან, არამედ მათ საშუალება მიეცემათ უშუალოდ თანადაფინანსება მოიპოვონ. გასაგებია ბატონო თემურ, უკაცრავად უნდა გაგაწყვეტინოთ, წესია. სამწუხაროდ დრო ყოველთვის არ არის საკმარისი. ძალიან დიდ მადლობას მოგახსენებთ სტუდიაში მობრძანებისთვის და გულწრფელად გისურვებთ წარმატებებს. მაყურებელს შევახსენებ, ბატონი თემურ მურღულია პასუხობდა ბიზნეს კონტაქტის